მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული ადამიანი, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულია, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ის ძალიან ღირსეულად ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები უსურვო მას ყველა თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი. ასევე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამოწვევები არის სერიოზული, 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას არ ყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20 წლიანი წყვეტის შემდეგ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას. მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო რეალურად, ფაქტობრივად ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ეს საინტერესო. მაგრამ მასთან გადავდით მოქალაქეებს, რომლებიც მის მხარდასაჭერად ათონის სასახლეში მივიდნენ. ბატონო სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოქალაქე ხარია. კრედიტსვისს რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ქონდა კრედიტსვისის საქმეს, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი გამოჩნდა. რაშიც არის საქმე? კრედიტსვისის საქმე ჩვენი აღქმით იყო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე, ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით. დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს, რა თქმა უნდა, თავის დასკვნებს. სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ის როგორც მოქალაქე აღარავისთვის აღარ არის საინტერესო, თუმცა ვხედავთ, რომ პროცესი ორი რეალობა იყო. დღეს პარლამენტის შენობაში, მედიის გარეშე, ხალხის გარეშე, დიპლომატების გარეშე, მხოლოდ ქართული ოცნება და მისი წრე აღიარებს პრეზიდენტ ყაველაშვილს. სალომე ზურაბიშვილთან კი მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ მის მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ის. სალომე ზურაბიშვილი ასევე ტრამპის ინაუგურაციაზე არის მიწვეული. ლეგიტიმაციის პრობლემა ყაველაშვილს არ ექნება ამ ფონზე? რეალობა არის ერთი. ეს ერთი რეალობა არის ის, რომ 1,100,000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ხარი დაუჭირა მართლ ძალას და სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა. მანამდეც სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა გუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს 100,000-ობით ადამიანი. არა, როგორც მოქალაქე ზურაბიშვილი. ამერიკელი გუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს. ამერიკულ სანქციებს რა დატვირთვა ექნება? მძიმე სანქციებია, თუმცა ჯერ კიდევ სივრცეს და შანსს უტოვებს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან შეცვალოს ქცევა, თუ კი სურს, რომ სანქცირებულ პროფესიაში აღარ იყოს სამომავლოდ. რას შეცვლით? არ ვიცი, ომს ვერ დავიწყებთ. ეს შემიძლია გითხრათ. ომს ვერ დავიწყებთ. საბოლოო ჯამში თავარი მიზეზი იმ სირთულეების, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთელი სირთულეები, ხო? მათ შორის კრედიტსვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში გაიყენა კრედიტსვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უბრალოდ საბედნიეროდ, არიან ძალები,
რომელსაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ Deep State-ის მფარველებს, ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენც გვაქვს, როგორც ამერიკაში არის Deep State, ასევე საქართველოშიც გვაქვს ჩვენი პატარა Deep State და ამ Deep State-ს ეწოდება კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს ქვეყანა ქართული Deep State-ისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დაანონსა ამერიკაში დონალდ ტრამპმა თავისი Deep State-ის შემთხვევაში. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სანქციაში თუ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სანქცირებულ პირთა სიაში ისევ დარჩება ბიძინა ივანიშვილი, რას ჩავთვლით, რომ ტრამპიც ითხოვს ივანიშვილისგან ომს? მე პირველ რიგში ერთი რამ შემიძლია გითხრათ, პირველ რიგში გადატვირთვა ურთიერთობების დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დამთავრდება ომი უკრაინაში. მით უკეთესი პირველ რიგში რა თქმა უნდა უკრაინისთვის და უკრაინული ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის. შესაბამისად ჩვენ ყველამ უნდა უგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას. ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ვითარების გადატვირთვისთვის. პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება. მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესია, 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, როგორც მოგეხსენებათ, ანუ ახალი რეალობა იქნება სამ კვირაში აქედან და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ საუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის შემსუბუქდება, მათ შორის დღის ეს რიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება არც მეორე ფრონტის მოთხოვნა. ამ სამი პირობიდან ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ამით ვითარება არ განმოხტულა, რადგან პროტესტი არის ქუჩაში და ახალი არჩევნები არის მთავარი. 1000 კაცი იგრებება ყოველდღე, ხო ეს არ არის. 1000 კაცი იგრებება ყოველდღე, როგორ არ აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 1000 იგრებება. აქვე გაჩვენებ დრონის კადრებს, არა, უნდა დავითვალოთ, იმიტომ რომ 1000 კაცი შეკრება. 1000 კაცი, არა, 1000 კაცი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არსებითად ეს არის აქტივი, ეს არის პარტიების აქტივი, NGO-ების აქტივი. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აძლევს მათ საშუალებას, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწყვეტს 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში ქართული ოცნება განაგრძობს ამ ქვეყნის მართვას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ბოლო კითხვა რა კითხვაც მქონდა, ეს არ დამასრულებინეთ 1000 არა 100-ით იყო, მათ შორის ასობით 1000 და კიდევ უფრო მეტად იწვევთ ადამიანებს ასე დაკითხვა. ხო, მაინც 1000 გამოდის და არ შველის. არჩევნებმა ვერ განიცადა სიტუაცია, ქვეყანაში აღიარებს თუ არ აღიარებს, ვითარება არის დაძაბული, კრიზისია, ერთითვეა პროტესტია. ტრამპისგან რა მოლოდინი გაქვს თქვენ არ ვიცით, თუმცა ის რომ სასიკეთოდ რამე შეიცვლება ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ რომ მისი გუნდის წევრები სხვაგვარად საუბრობენ და უნდა ანუ ეს ორი პირობა თუ ვერ განმოხტავს სიტუაციას, ახლა უკრაინაში ომი როდის დასრულდება, იმას უნდა დაველოდოთ. თქვენ პირადად რაიმეს ცვლით, ბიძინა ივანიშვილი რას ცვლის დასანქცირების შემდეგ? მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ ახდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი. თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინ გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რო დაუშვათ მიხეილ ყავლაშვილის მხრიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს გვირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყავლაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული, შესაბამისად თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივე საკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ გახართ არა ქართული ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენ პარტიებთან ერთად. ივანიშვილი რა შეჩერება შეგვიძლია მაგალითად რამდენიმე დასავლური პოლიტიკის განცხადებაც მოუყანოს, მაგალითად რომელიც ამბობს, რომ ახლა უნდა იწვევს დასავლურ ხალხის აღიარებას პრეზიდენტად. როგორ ელოდებით მოვლენათა განვითარებას და როგორ ვთქვათ, როგორ იქნება შემდგომში იგივე ოპოზიციის სამფლობელებმა, რომელიც საღამოობით ორბელიანების სასახლეში იქნება. ნახეთ, ჯერ უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდი, იგივე ვილსონი, ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი ერთს ნაცმოძრაობისგან, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, ხო?
რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. ვილსონი გეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდი ზოგადად სააგაშვილისთან რაც მოძრაობის ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რადიკალური ოპოზიცია არის რა თქმა უნდა დათრგუნული, იმით რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში, ეს ნიშნავს თავისთავად, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200.000 ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161.500 ხმა მიიღეს. ყველაფერი არის ძალიან ცხადი. მოუწევს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეეგუოს არჩევნების შედეგებს. შეიძლება შეგვასწრონ ეს ბევრჯერ ვთქვი, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვით ლიკვიდაციის და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს. თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ, არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში, ასეც და ისეც. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სწორედ ქართული ოცნება აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებას. ლიკვიდაცია ახსენეთ და თვით ლიკვიდაცია პოლიტიკური შეიძლება თუ არა უწოდოთ მათ შორის თქვენს პოლიტიკას. თქვენი მთავრობის წევრები სანქციდებიან და ლიდერი არის დასანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ფაქტობრივად იზოლაცია დასავლეთისგან. ამას ხო აფასებთ. ნახეთ, თვით ლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების დობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში და ეს ზეწოლა რას უკავშირდებოდა უკვე გითხარით. მათ შორის სანქციების პირობებში, სანქციები ახალი ხილი არ არის, ხო, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1,100,000-ზე მეტმა ამორჩეულმა ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვით ლიკვიდაციის რეჟიმში, არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამორჩეულის ნებასაც. შეიძლება კითხოთ სანქციების ეფექტზე, გავიგეთ რომ ბატონო. თუმცა თქვენ იცით, თავისუფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიხეილ ყავლაშვილი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავრობა იქნება პირველ რიგში პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების დაცვაზე. ასე არის კონსტიტუციურად განაწილებული უფლებამოსილები. კი, და ძალიან კარგად წარმოადგენს მიხეილ ყავლაშვილი, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ერთნაირად, როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტი, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კუთხით. არ ვიცი, მე ვერ ვიმარჩელებ ამასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, როგორც ამას ვაკეთებთ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, როგორც ქვეყანა შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ სტაბილურობა, უზრუნველყავით ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ასევე ვიზრუნებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის სიმსხვილესა და განვითარებას. როგორ შეგიძლიათ ეფექტი რაც ექნება დასაწყისში? არ ვიცი, ეს ტექნიკური საკითხია, დღეს ხვალ არ ვიცი, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მალევე რა თქმა უნდა ის დაიკავებს თავის ადგილს. არა, რა თქმა უნდა ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ეს არ არის ჩვენი. არა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა თავიდან ბოლომდე. I will respond in Georgian so that everybody understands. რა თქმა უნდა გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ ბუნებრივია კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, ურთიერთობების გადატვირთვა იქნება ბევრ ამაზე დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება
ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე შევთავაზეთ საჯაროდ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასევე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად რომ ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ირაკლი ჩაიშველაშვილზე მინდა ვკითხოთ, ვრცელი ინტერვიუის სადავაპირველს და ის საუბრობს აქციის მონაწილეების დაშლაზე, ძალადობაზე და ამბობს, რომ ლევან ხარაზიშვილი, ზვიად ხარაზიშვილი იყო. არის ერთი კონკრეტული შარლატანი. არის კონკრეტული შარლატანი, რომელმაც თავშესაფარი მიიღო ტყუილების სანაცვლოდ, არანაირად საინტერესო არ არის სამკაცრის განცხადება. ჩემთვის საინტერესოა ბიძინა ივანიშვილი ამ მოვლენებს უყურებდა, ხოლო დაკვირდებოდა თუ რაიმე ბრძანებას. რა მოვლენებს? რაც ხდებოდა გასული კვირების განმავლობაში, მე გულისხმობ სპეცრაზმის მიერ აქციის ქვეყნის მართვა თავიდან ბოლომდე ხორციელდება ოფიციალური გაწერილი წესების შესაბამისად. ამ ქვეყანაში არის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურები და სწორედ ეს სტრუქტურები მართავენ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის, რაშიც შემიძლია დაგარწმუნა. ივანიშვილთან თქვენ გექნებოდათ კომუნიკაცია, ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან. კომუნიკაცია ჩვენ გვქონდა ყველა საკითხზე, ძირითადად პოლიტიკურ თემებზე. რაც შეეხება ვითარების ოპერატიულ მართვას, ამაში ჩემი დახმარებაც არ ჭირდება ვახტანგ გომელაურს. თქვენ იცით, რომ არაერთი სპეცოპერაციის ჩატარება მოუწია სხვადასხვა კუთხით ვახტანგ გომელაურს წელი ამ წლების განმავლობაში და ყოველ ჯერზე ის მოქმედებს როგორც კანონის დასაცავად ძალიან პრინციპულად, ისე მოქმედებს მაქსიმალურად ჰუმანურად. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელწერა განსხვავებით იმ ხელწერისგან, რომლითაც გამოირჩეოდნენ თქვენი მეგობრები, როგორც არიან მეირაბიშვილი, გახარია და სხვები. მადლობა.